გაჩერდე გადავწყვეტ ცოტა შევცვალოთ ცხოვრების სტილი. მინდა რომ ცოტა სხვა სტილის მონტაჟი ვცადო და ეს ვიდეო თუ მოგეწონებათ, მეილზე მომწერეთ ცერათითები, ცერათითის ფოტოები ჩამიყარეთ, მოიჭერით ცერათითი, დადეთ ესე ლამაზად ჩანდეს და გამომიგზავნეთ. როგორც ყოველთვის, ჩემს ყველა მონოლოგს ორ ნაწილად გავყოფ. პირველი ნაწილი იქნება ვიჭურავთ, მეორე ნაწილი იქნება მთავარი თემა, რაც გაგზრდით, გაგაოცებთ და გაგახარებთ. დავიწყოთ კრიშტიანო რონალდოთი. კრიშტიანო რონალდუმ აკრძალული ლეთი გამოიყენა. აკრძალული ლეთი არა ფეხბურთში, არამედ ზოგადად სპორტში აკრძალულია. ზურგში ჩარტყმა, წელში ჩარტყმა არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენო. ცხოვრებისეული რაღაცა, რო ვერასდროს ვეღარ გაიაროს, შეიძლება ისეთი რაღაც დაემართოს. UFC-შიც არ შეიძლება, ანუ მე არ ვამბობ, რომ ფეხბურთში, ჩოგბურთში რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ UFC-შიც რაც არ შეიძლება, ის ლეთი გამოიყენა. წამოეგო პროვოკაციაზე ადამიანი და გააქანა და იდაყვით ხარა ზურგში, წელში ადამიანს. შემდგომ დასცინა, შემდგომ წითელი ბარათი მიიღო და გავიდა მოედნიდან. გოლშემატკივრები გაკვირვებულები არიან. მან ვერ ვეთანხმები კრისტიანო რონალდოს გოლშემატკივრებს, რომ გაკვირვებულები რატო არიან წითელ საწითლე იყო აუცილებლად. მაგრამ ერთ დეტალზე მინდა ყურადღება გავამახვილოთ მე და თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ ვარ მესის ფანი, ისეთი მესის ფანი ვარ, რომ ვნახო მესი და მითხრან, რომ აი ხა ეს მესის დაცვა რო არის, მაგას უნდა ეჭუბო 8 რაუნდიო და თუ მოუგებო მერე მიხვალო მესისთანო, ეგრევე აი ეს ხელებს დავიკაპიცებ და დავდგები და გავაქნებ და ვტენი. არც ვიკითხავთ რომ ჩართული არ არის ჩართული, ეგრევე მაგას ვიწყებ. მიუხედავად მაგისა, რომ ეგეთი მესის ფანი ვარ მე, რონალდოს რო გადიოდა უყურებდნენ მესი, რაც ძალიან არ მესი ამოვნა. იმიტომ რომ ბოლო პერიოდში წარმოგიდგენთ რონალდომ ყველაფერი გააკეთა საერთოდ, რაც შეეძლო გაიკეთებინა მართლა. კრიშტიანო რონალდოს რაც შეეძლო გაიკეთებინა, ვერავინ ვერ იტყვის რომ რაღაც დააკლო. ანუ ყველაფერი გააკეთა. იმ არაადამიანურ ნიჭს, საკუთარი ადამიანური ნიჭით წინ აღუდგა და ძალიან დიდი ხანი ნარავნად მიყვებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც არაადამიანური ნიჭის მქონე ადამიანი გახდა გოუთი და რონალდოს ეს ძალიან არ სიამოვნებს. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერს აკეთებ წლების განმავლობაში, აი წამით არაფრისკენ არ იხედები, მარტო გაქვს მიზანი, რომ გახდეს საუკეთესო და ვიღაცა ტიპი, რომელიც უბრალოდ ფეხბურთით кайფობს, ის არის გოუთი. ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად მაგის გადახარშვა და ეგეთ რაღაც რომ მოხდება, რომ საკუთარ ნერვებს ვერ მოთოკა 40 წლის კაცი. წარმოიდგინეთ 40 წლის ადამიანი, მას კი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ პროვოკაციაზე წამოიგო საკუთარი თავი ვერ მოთოკა, ძალიან აღელვებული იყო და იქ ვიღაცა მთელი სტადიონი მესი, რო გიყვირის ძალიან რთულია და არ ვეთანხმები dislike not halal არ შეიძლება. ეხლა ცოტა ვიკრინჯები ირლანდიელ გულშემატკივარს რომ მივმართავ აქედან არ შეიძლება თქო, მაგრამ თუ საქართველოში ჩამოვა, არ ვუყიროთ მესი. თუ მაინც და მაინც ჩუმად მივიდეთ და ყურში უთხრათ Messi is the best. და ენა მიუსვათ პატარაზე ბიბილოზე რომ გაღიზიანდეს. მესი არის ძალიან საცილო ადამიანი. მესი სხვა ენაზე არ საუბრობს, იცით ეგა? ვიდეო რგოლი შემხვდა, სადაც ბარსელონას ფეხბურთელები ჩინურად ულოცავდნენ ჩინელებს ჩინურ ახალ წელს რა და ყველა ფეხბურთელი რაღაც ფრაზას ამბობდა ჩინურად რა და ბოლოს იყო მესი. Claro. 江房娘巴萨雄心我心中安置巴塞Cache Dani Feliz año nuevo chino მაინც ისე ამბობს, ანუ არ ამბობს ჩინურად რა. ერთი ვიდეო იყო კიდე, ვიღაც ტიპი ეუბნება, Messi, can you say I love Egypt? რაო, ვერ გაიგო ეს რა ვთქვაო და გადაუთარგმნეს, რომ ამო ეგვიპტო თუ რაღაც ეგრე არის ესპანურად I love Egypt რა. ამო ეგვიპტო და კაიო, ამო ეგვიპტო ესე თქვა რა, გადათავი ესპანურად. არა ინგლისურად I love Egypt და no gracias. მაინც არ თქვა რა. I love Egypt არ თქვა, ესპანურად თქვა მაინც. ძალიან უცნაური ადამიანი, როგორ შეიძლება, ანუ რა უშლის ხალხს, გონია რომ ისეთი ტიპია, რომ აი ფეხბურთი თამაშიან ვარჯიში თუ არა აქვს და სახლში არის ზის ეს სკამზე პროსტო. ეგეთი შეგრძნება, მაგრამ აი თუ რამე საქმე არა აქვს, სადღაც წასასვლელი არა აქვს ბურთის ასაღებად მე ასეჯერ, ან რაღაც ეგეთი და პროსტა შეუულია რომ იჩილოს ეს რაღაც რენდომ სკამზე ზის სახლში და ესე იყურება მგონი. და მესი წავედით, კლარო და მე მიდის. მინდა ძალიან მაგარი რაღაც გითხრა კიდე? ეხლა რაღაც ტიპი მეგონა თავი გინდა ძალიან მაგარი რაღაც მითხრა. არასქროვო. თუ შენ გინდა რომ შენი ჰობი შემოსავლად აქციო, არა ბოდიში, ეგ არ ვარ. ძალიან მაგარი რაღაცას გეტყვით კიდე რა.
იცით რომ 52 ბანკოიანი დასტა რო აჩეხოთ ძალიან დიდი შანსია მის რომ სამყაროში პირველად დაჯდა ეგ კომბინაცია ეგ თანმიმდევრობა კარგი. მაგალითად ტუზის მერე ტუზგული, ვალეტყვავი, რუიანჯვარი, შვიდიანგული, აი ეს კომბინაცია რაც შეიძლება იყოს აჩეხვეს რომ ძალიან დიდი შანსია რომ საერთოდ პირველად სამყაროში პირველად დაალაგდა. ანუ თითქოს რანაირად შეიძლება იტყვით, მაგრამ ბანკო არის 52 კარტიანი. ანუ ეს 52 კარტის სხვადასხვა კომბინაცია რო განვიხილოთ, ანუ ჯამში არსებობს 52-ის ფაქტორიალი ვარიანტი. ანუ 52-ის ფაქტორიალი არის 1 გამრავლებული 2-ზე, გამრავლებული 3-ზე, გამრავლებული 4-ზე, გამრავლებული 5-ზე, 6-ზე, 7-ზე, 8-ზე და ესე 52-ის ჩათვლით. ეს არის ძალიან დიდი რიცხვი რა. წარმოიდგინეთ 8-იანი და 67 0. ანუ ეგ არის 52-ის ფაქტორიალი. და არ ვიცი ეს 8-იანი და 67 0 როგორ თქვა. 52-ის ფაქტორიალიც არ მინდა ყოველ ორ წამში ვიძახო და მოდი ამ რიცხვს დავარქვათ ორმო ფაქტო. ანუ ორმო ფაქტო არის 8-იანი და 67 0. ხო იცით ის რო არის რომ აღიქვა რიცხვი რამხელა არის მილიარდი მილიონზე რამდენად დიდია კარგად რო აღიქვა მილიონი წამი არის 11 დღე და მილიარდი წამი არის 31 წელიწადი. ანუ კარგად რო აღიქვას ადამიანმა რიცხვი რამდენად დიდია, წამებში უნდა დათვალო და მე ეს წამები გადაიყვანო დროში რა. ეხლა გეტყვით ორმო ფაქტო, ანუ 52-ის ფაქტორიალი, რამდენად დიდი რიცხვია ეს ვიდეო შემხდა TikTok-ზე და ძალიან მინდა გაგიზიაროთ რა. წარმოიდგინეთ ორმო ფაქტო წამი, რომ დააყენოთ ტაიმერზე. რომ დააყენოთ რომ ესე 52-ის ფაქტორიალი რიცხვი და დააყენოთ და ერთი წამით წამოვიდეს უკან. და თქვენ დაიწყოთ სიარული იმისთვის რომ დედამიწას წრე დაარტყათ. ოღონდ ფეხით და თითო ნაბიჯი სანამ ერთ ნაბიჯს გადადგამ მილიარდი წელი დაიცადო რა. ანუ დგახარ მილიარდი წელი იცდი, გადადგავ ერთ ნაბიჯს, მერე მილიარდი წელი იცდი, გადადგამ მეორე ნაბიჯს, კიდე მილიარდი წელი იცდი და აი ამ ტემპით დედამიწას რო წრეს დაარტყავ. ხო კონია რომ დამთავრდა წრეს რომ დაარტყავ, ადგე და წყნარი ოკეანიდან ერთი წვეთი წყალი ამოიღო და გადაასხა. მერე ისევ წრეზე წახუვიდა იმ ტემპით 1 მილიარდ წელიწადში ერთხელ ერთი ნაბიჯი და ყოველ წრეს ერთი წვეთი მოაკლო წყნარ ოკეანეს. და აი ბევრჯერ რო იზამ მაგას და წყნარი ოკეანეს დააშრობ. დაშრობის მერე რო დადო ერთი ფურცელი მიწაზე, აავსო ისე ოკეანი და დაიწყო იგივე რა. და იმდენჯერ გააკეთო ეს ყველაფერი ამ თავისი ნაბიჯებით და ამ ოკეანეს დაცლით, რომ ეს ფურცლების თექი რაც იქნება ეს გროვა, დასტა თუ რაც არის, ავიდეს მზემდე. ოღონდ აქ არ მორჩა, ეს უნდა გააკეთო მილიარდჯერ. დაახლოებით მაგდენი არის ეს ორმო ფაქტო, ანუ 52-ის ფაქტორიალი წამი. ანუ მაგდენის შანსი არის, ანუ მაგდენის სხვადასხვა ვარიაცია არის კარტის დაჯდომის. რა, როგორ დაჯდება კარტი. რამდენი სხვადასხვა ვარიანტი. აუ იგივე კარტი მომივიდა კაროჩე რა. რო აიძახიან ტიპები და გაცხო ტუჩებში, რა იგივე კარტი მოგივიდა. აბა მუსიკას მოусმინეთ. Arai salsaia meti Nakare guztia Nina izemakumeba Arai salsaia meti თქვენი არის ეს მუსიკა, სადავანი მუსიკა. ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის რომ რაღაცა მეგრული მუსიკაა. არა მეგობრებო. ეს არის ბასკური მუსიკა. ბასკეთი არის ესპანეთის ჩრდილოეთში და ძალიან ბევრი ბასკური სიტყვა, სახელი, ადგილის დასახელება, გვარი ემთხვევა ქართულს. ანუ თვითონ კულტურის რაღაცა ძეგლები, მოჩოქურთმება ძალიან გავს ქართულს, ანუ რო შეხედო, იმენა საქართველოს გეგონება რა. აი ეს მუსიკალური ნაწარმოებიც და ნამღერიც რაც არის, ძალიან გავს ქართულს, მაგრამ ქართული არ არის. და ძალიან დიდი ხანი იყო ეს თემა, რომ კაროჩეო ბასკები და ქართველებიო რაღაცა ერთი ჯიშის ხალხიაო, პროსტა ნახევარი იქით წავიდაო და ბასკეთში დასახლდაო და იქ არიანო ქართველებიო და დანარჩენი საქართველოში ვართ, მაგრამ გენეტიკური კვლევა ჩატარდა და საერთოდ არანაირი კავშირი არ აღმოჩნდა რომ გვაქვს ბასკებთან. ანუ ის ხო უცნაური იყო რომ აი ბასკები და ქართველები რომ ერთ და იგივე ხალხია. მაგრამ ის უფრო უცნაურია რომ გენეტიკური ტესტის შემდგომ აღმოჩნდა რომ საერთოდ არაფერ შუაში არ ვართ. ანუ საიდან, ანუ როგორ დაიმთხვა.
ანუ როგორ აი სად დაემთხვა, ანუ რატო დაემთხვა, აი ბასკეტში, აი ხო შეგიძლია რომ სადღაც იქ დაემთხვეს, რა ქვია. რავი, ესტონეთი უფრო ახლოსაა ვიდრე ესპანეთი. ყველა უფრო არა, ყაზახეთი უფრო ახლოსაა ვიდრე ესპანეთი. ხო და რანაირად დაემთხვა და ძალიან უცნაურია. სანამ გადავალ, თავარ თემაზე შეგახსენებთ, რომ ჩემი პარტნიორი და ჩემი საყვარელი არის სეტანტა სპორტზე. ბასტო დიდი ასობით პრომოკოდი 30% ფასდაკლება სეტანტას მომსახურებს სერვისზე. საქართველოში მოიღო UFC. ანუ UFC არ არის, თქვი რკენა, მაგრამ MMA ასოციაცია არის, ოფიციალური MMA ასოციაცია არის. რკენაში ვიღაცა რო წააგებს და მე UFC-ში წავა, იქ წაგებული ან მოგებული ჩაითვლება 8 მოგება ერთი წაგება რო ეწერება, შეიძლება ის 8-დან ერთი მოგება რკენაში კონდეს, ან ისე წაგება რკენაში კონდეს. ანუ ჩვენი UFC მოვხოდეთ, რაც წარმოიდგინეთ, ეგ არ გქონდა. ეგ ჩვენი UFC არ გქონდა, ანუ ჩვენი ორგანიზაცია ესე პოპულარული MMA ორგანიზაცია იყო რამდენიმე, მაგრამ პოპულარული ესეთი მასშტაბური, ახლა რასაც ვხედავ, არ ყოფილა ეგეთი ორგანიზაცია და მაგის გარეშე გვყავს 2 ჩემპიონი, 2 თითქმის ჩემპიონი და 1 მომავალი ჩემპიონი. და ეხლა რკენით დაერხავსო, რაის დაღესტანი და რაის ის, რა ქვია, შავკატ რახმანოვი, ანუ ჩვენი ერა მოდის, იქ აჭარული ცეკვას დაიწყეს, მალე დანავაით დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ თემა რატო ვართ ნიჭიერები რა. ყავს ყველაზე მაგარი ბოქსიორი და ყველაზე მაგარი მოჭიდავი, ანუ აი ისიც არ არის რომ აი დაღეჭიდაობენ და ილია თოფური ირტყმევინება ტიპს შეუულია გეჭიდაოს ნახევარი თვე, მაგრამ აი ეზარება და ყბებს ტეხავს. მერავდვალიშვილი კიდე ჭიდაობს 5 რაუნდი წელიწადში 5 ჯერ. ხო და რისი თქვა მინდა რომ ძალიან ბევრი მრავალფეროვანი მაგარი სპორტსმენი გაიჩიტება დარწმუნებული ვარ ამ რკენაში. ეს ივენთი არის პირველი ივენთი. მივდივარ, გეპატიჟებით ყველა საერთოდ, თვემოთ იქნება მული, სადაც შეგიძლიათ ბილეთი შეიძინოთ. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გაასწორებს. ყველა რკენას ივენთზე დიდი ალბათობით მეც იქ ვიქნები, იმიტომ რომ მართლა მგონია რომ ძალიან მაგრა გაასწორებს რა. როგორც იცით, ჩემი გენსპო საქბანკი, ანუ ჩემი გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი, ბოლომდე რო არ თქვა, ჩემი გენსპო საქბანკი, როგორც სპორტს, ასევე განათლებას უდგას გვერდში, როგორც წინაზე ვიდეოში გითხარით, არის ოლიმპიადები, სადაც შეგიძლიათ თქვენ მეგობრებთან ერთად მონაწილეობა მიიღოთ და მოიგოთ მაყუთი, მაგრამ ასევე თვლით, რომ სწავლა გწყურიათ, აი ამ ლინკზე შედით, შეავსო სამოტივაციო წერილი. აღწერო როგორ გწყურია სწავლა, როგორ გინდა სწავლა და შენ გექნება შანსი მოიპოვო სტიპენდია, ანუ დაფინანსება. ეს არის უნივერსიტეტების სია, პარტნიორი უნივერსიტეტების სია, თუ აქ სწავლობ შეავსე, რომც არ გწყუროდეს სწავლა და შეგიძლია ძალიან მაგრა ესეების წერა, მაინც შეავსე, ჩემი რჩევა ასეთია. და გადავედით ჩემი ვიდეოს თავარ ნაწილზე. MBTI. მოკლედ არსებობს 16 ხასიათის ანუ ტიპის ადამიანი, რომელიც აერთიანებს 8 მილიარდ ადამიანს. ანუ 8 მილიარდი ადამიანი რო დაძრწის ამ დედამიწაზე, 8 მილიარდივე მიეკუთვნება ამ 16-დან ერთ-ერთს. ანუ შენ და მეც და ყველა საერთოდ ვართ 16 ფსიქოტიპიდან ერთ-ერთი. სანამ ამ 16 ფსიქოტიპის საინტერესოდ და ესე ჩამოთვლაზე გადავალთ, მოდი დავიწყოთ ისტორიით. საიდან დაიწყო, როგორ დაიწყო, ვინ დაიწყო და როგორ მივიდნენ იქამდე, რომ არსებობს 16 ტიპი. 1921 წელს შვეიცარიელი ფსიქოანალიტიკოსი კარლ გუსტავ იუნგი აქვეყნებს წიგნ Psychological Types. კარლ გუსტავ იუნგი იკვლევდა ადამიანებს, იმიტომ რომ ჰქონდა შეკითხვა, რომ აი რატო არ რეაგირებენ ერთნაირად ადამიანები ერთსა და იმავე მოვლენაზე. ანუ ერთ და იგივე მოვლენა არის, აი მაგალითად გარბის ქათამი მისდევს მელია, მელიას მისდევს მგელი, მგელს მისდევს დრაკონი. და აი ამ მოვლენაზე 5 ადამიანიდან რატო რეაგირებს 5-ვე სხვადასხვანაირად. ერთი და იგივე რაღაც ხდება მათ თვალწინ და სხვადასხვანაირად რატო რეაგირებენ. ეგ იყო მთავარი შეკითხვა, რაც კარლ გუსტავ იუნგს გონებაში გაუჩნდა. სწორედ ამ ფენომენზე დავყრდნობით, ამ კარლ გუსტავ იუნგმა თქვა, რომ ადამიანი განსხვავდებიან ენერგიის წყაროთი, ანუ ინტროვერტები არიან და ექსტროვერტები არიან, ანუ რო იცოდეთ ისე მაინც ინტროვერტი და ექსტროვერტი, რა განსხვავება ინტროვერტსა და ექსტროვერტს შორის? ინტროვერტი არის, როდესაც ადამიანი ენერგიით იტენება, ანუ როდესაც მარტოა და ექსტროვერტი ადამიანი არის, ვინც იტენება ენერგიით, როდესაც ხალხში არის. ანუ შენ ეხლა მეც მიყვარს დაბადების დღეზე სეულ და ექსტროვერტი ვარ, არ ნიშნავს მაგას და არც იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი მძინავს და ინტროვერტი ვარ, ანუ მაგ არაფერ შუაში არ არის, რამდენ დაბადების დღეზე დადიხარ, რამდენი მეგობარი ყავს და რამდენი გძინავს რა. საბოლოო ჯამში ექსტროვერტსა და ინტროვერტს შორის განსხვავება ის არის, რომ ინტროვერტი არის ადამიანი, რომელიც ენერგიით ივსება, იტენება, ისვენებს
როდესაც მარტო არის და ექსტროვერტია პირიქით, როდესაც ხალხში არის. განსხვავდება ენერგიის წყაროთი, ანუ ინტროვერტი და ექსტროვერტი, ინფორმაციის აღქმით და ანალიზით, ანუ როგორ უკეთებს ინფორმაციას აღქმას და ანალიზს და როგორ იღებს გადაწყვეტილებას, ანუ რაზე დაყრდნობით და რას ითვალისწინებს, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის. ეს წიგნი წაიკითხა ერთმა გოგომ, იზაბელ მაიერსმა, რომელიც ასევე იყო ფსიქოლოგი. ამით შეპყრობილი გახდნენ დედაშვილი იზაბელ მაიერს და კეტრინ ბრიქსი, რომელიც შეპყრობილები იყვნენ, რომ აი ეს წიგნი რო წაიკითხეს, კარჩე იგარიო რა, ანუ უფრო ღრმად ანალიზი დაიწყეს და ეცადნენ უფრო გაეპრაქტიკულებინათ ეს ყველაფერი, უფრო გასაგები და უფრო პრაქტიკული გაიხადათ, იმიტომ რომ არის მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, კაცები მიდიან ჯარში, ომში და ქალები იკავებენ ამ კაცების ადგილს ქარხნებში და ასე შემდეგ. ხო და ეს იზაბელ მაიერსი ფიქრობდა, რომ თუ მათ ეცოდინებოდათ ამ ადამიანების ხასიათი, ფსიქოტიპი, უფრო მარტივად მოხდებოდა განაწილება, იმიტომ რომ იქ დრო არ იყო, რომ ეს მე გამომდის, ის მე გამომდის, ზოგ ადამიანს რაღაცა უფრო მეტად სტრესავს, ზოგ ადამიანს რაღაცა უფრო ნაკლებად სტრესავს და თუ გაიცნობდნენ რაღაცა პატარა ტესტი იქნებოდა ისეთი, რაც დაეხმარებოდა გაიგოთ ამ ადამიანების მინუსები და პლუსები, რათა უფრო გაემარტივებინათ და დრო მოიგოთ რა. ასე დაიწყო MBTI-ის შექმნა, ანუ ეს MBTI არის Myers-Briggs type ინდიკატორი, ანუ რომელმაც სრულყოფილი სახე მიიღო 1953 წელს. ეს ტესტი ძალიან პრაქტიკული გამოდგა, მართლა ძალიან ბევრ სიტუაციაში დაეხმარა საზოგადოებას, ხოლო 1950-60-იან წლებში ეს ტესტი ხდება სუპერ პოპულარული და ყველა ხვდება, რომ ძალიან პრაქტიკული რაღაც არის და ხდება მისი შესწავლა, უფრო სიღრმისეულად შესწავლა უნივერსიტეტებში, სამხედრო სტრუქტურებში, კომპანიებში. ეს თვითონ ეს დედაშვილიც ბოლომდე არიან ჩართულები 10,000-ობით ადამიანს უტარებენ ტესტებს და ცდილობენ ყველანაირად, რომ ეს ტესტი, ეს MBTI მიიყვანონ სრულყოფილებამდე. აი მაგალითად, HR-ებისთვის იდეალური ხელსაწყო იყო იმისთვის, რომ ადამიანს სანამ სამსახურში აიყვანდა, ცოდნოდას ვინ არის ლიდერი, ვინ არის კრეატიული, ვინ ფიქრობს სტრატეგიულად, ვინ არის ოპერატიული და ასე შემდეგ. და ამ ყველაფრის გასაგებად ეს MBTI ტესტი ამ HR-ებს ძალიან ეხმარებოდათ რა. მე 2000-იან წლებში, 2000-2010 წლებში ეს ტესტი გაინტერნეტ და გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ხოლო ახლო წარსულში კი შეიქმნა საიტი 16personalities.com, რომელიც იგივე MBTI ტესტია, მაგრამ არის ყველაზე პოპულარული MBTI ტესტი, იმიტომ რომ ვიღაცა გენიოსმა ეს ყველაფერი აიღო და ისე გადაფუთა, ისე შეფუთა, რომ ძალიან მარტივად აღქმადია, რომც არ გესმოდეს ფსიქოლოგია მარტივად გიყვება, ფერებით არის, რაღაცა ნახატებით, ყველა ტიპი თავის ზეცართავით არის ახსნილი და არის ძალიან მარტივად გასაგები და ძალიან სასიამოვნოდ გამოსაყენებელი, ესე რომ ვთქვათ რა. თუ რომ MBTI ტესტ გააკეთებთ, ამოგიგებთ 400-ს. ანუ პასუხი იქნება 400 რაღაცა რა. მაგალითად მე რო გავაკეთო ტესტი, ამომიგდო ENFP. რას ნიშნავს ეს ENFP? ხო გახსოვთ რომ გითხარით რომ კარლ გუსტავ იუნგმა ადამიანი დაყომეთ, აი ინტროვერტია თუ ექსტროვერტი თქვა. ესენიც ზუსტად მაგას ნიშნავს რა. პირველი ასო არის ენერგიის წყარო, ან E გაქვს, ან I გაქვს. თუ E გაქვს, ესე იგი ხარ ექსტროვერტი, თუ I გაქვს, ესე იგი ხარ ინტროვერტი. აგიხსენეთ რა არის ექსტროვერტი იტენება, როდესაც ხალხში, ინტროვერტი იტენება, როდესაც არის მარტო. მეორე არის ინფორმაციის ანალიზი. ან გაქვს S-ი, ან გაქვს N-ი. თუ გაქვს ასო S-ი, ესე იგი ხარ sensing, ანუ უფრო პრაქტიკული და დეტალებზე ორიენტირებული ტიპი და თუ გაქვს N-ი, ხარ უფრო ემპათიური და შორისურათის დანახვა უფრო გევასება, ვიდრე დეტალებზე ორიენტირება რა. მესამე ასო არის როგორ იღებ გადაწყვეტილებას და რას ითვალისწინებ, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხარ. მანდ გაქვს ან T, ან F-ი. T არის, როდესაც შენ გადაწყვეტილებას იღებ იმის მიხედვით რა შედეგს დადებს, ანუ სწორი რა არის და თუ გაქვს F-ი, შენ გადაწყვეტილებას იღებ, ითვალისწინებ ოპონენტის ემოციურ მდგომარეობას. ანუ როდესაც რაღაცას აკეთებ, T-ასო არის, რომ ეს დადებს საუკეთესო შედეგს, F-ასო არის, კი დადებს საუკეთესო შედეგს, მაგრამ რამდენიმე ადამიანი დაძარალდება, ეწყინება იმას, ის იტირებს, იმას გული მოუკვდება, ის ცხოვრება დაინგრევა იმას, ამიტომ მოდი ჯობია, რომ ყველაზე ისეთი ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ და გავითვალისწინოთ სხვაც. აი დაახლოებით ეგ განსხვავება T-სა და F შორის. და ბოლოს ცხოვრების წესი. მან გაქვს ან J, judging, ან P. ან ხარ ორგანიზებული და გეგმის მოყვარული ტიპი, ან ხარ სპონტანური და თავისუფალი. ანუ საბოლოო ჯამში ეს ამ 4 ღერძის 2 მხარე, როგორც არ უნდა კომბინაციაზე გააკეთო, გამოდის 16. აი სწორედ ამიტომ არსებობს 16 personality. მოდი ჩამოვთვალოთ 16-ვე
ოღონდ სანამ 16-ს ჩამოვთვლი, მინდა რომ აქ ვიდეო დააპაუზო, გადახვიდე ქვემოთ ლინკზე 16personalists.com-ს, ქართულადაც არის გადათარგმნილი საიტი, გააკეთოთ ტესტი, იპოვოთ საკუთარი თავი, ნახოთ ვინ ახართ, რომელ ხასიათს მიეკუთვნებით და შემდგომ გააგრძელოთ ამ ვიდეოს ყურება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი YouTubers გავაკეთებინ ეს ტესტი და ესე ვიზამ რა, ვიტყვი ერთ იმას, რა ქვია personality-ს, რამდენიმე სიტყვით დავახასიათებ, შემდგომ ორ ცნობილ ადამიანს ვიტყვი, ორ ცნობილ პერსონაჟს ვიტყვი და თუ YouTuberi არსებობს, ქართველი YouTuberi, რომელიც ამ personality types შეესაბამება, მაგ YouTuberებსაც ვიტყვი. გაასტოპეთ, გააკეთეთ ტესტი, გადმოდით და გავაგრძელოთ. ჩემი საყვარელი მომენტი იქნებოდა ეს ამ ვიდეოში, მე რომ მაყურებელი ვიყო. 16 ხასიათი ერთიანდება 4 არქეტიპში: ანალიტიკოსები, დიპლომატები, სენტინელები და მაძიებელნი. ანალიტიკოსები არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ფიქრი, აზროვნება, ეყნობიან ლოგიკას, არიან ინოვატორები და შესანიშნავი ლიდერები. ანალიტიკოსების 4 მხარე არის INTJ, არქიტექტორები. სტრატეგიულად მოაზროვნე ხალხი, რომლებსაც ყველაფრისთვის აქვთ გეგმა. ცნობილი არქიტექტორები არიან ნიცშე, ელონ მასკი. ცნობილი პერსონაჟი არქიტექტორები არიან ვოლტერ ვაიტი, მორიარტი, ხოლო ქართველი იუთუბერები გიორგი კალატოზი, ნიკოლოზ ვასაძე, ლენკა. INTP, ლოგიკოსი, ინოვატორები და გამომგონებლები. ადამიანები ცოდნის დაუოკებელი სურვილით. ბილ გეიტსი, ალბერტ აინშტაინი, ბრუს ბენერი, ალექსანდერ მაჰოუნი, კნო, კაკო, ტატო, დევიდ დოქსი. ENTJ, კომანდირი, ესე რომ ვთქვათ, გაბედული, ძლიერი ნებისყოფის მქონე საზრიანი ადამიანები. სტივ ჯობსი, გორდონ რემზი, მირანდა პრისლი, რეიმონდ რედინგტონი, მირიანი, ბოლოთა, ბენი, გაბუ, ანანო, ლაშა, გიგი, on the road. ENTP, დებატორები, გონიერი და ცნობისმოყვარე ადამიანები, რომლებთაც უყვართ გამოწვევები და უარს ვერ ამბობენ მათზე. მარკ ტვეინი, ტომ ჰენქსი, ჯეკ ბეღურა, ჯოკერი, ოზი, რაბანა, ქსენსუსა. გადავიდეთ მეორე ჯგუფზე, მწვანე ჯგუფზე, დიპლომატებზე. დიპლომატები არიან ადამიანები, ვისაც აქვთ დიდი ემოციური ინტელექტი, არიან ემპათიურები, კომუნიკაციის ოსტატები და იდეალისტები. დიპლომატების 4 ქვეტიპი: INFJ, 7 შთამაგონებელი იდეალისტები: ნელსონ მანდელა, დედა ტერეზა, ჯონ სნოუ, მეთიუ მარდოკი, თემო ჯოათ ნიკაბაძე. INFP, მედიატორები, გულისხმიერი და ალტრუისტი ხალხი, რომელთაც ადამიანების დახმარების სურვილი ამოძრავებთ. ვილიამ შექსპირი, ტომ ჰიდლსტონი, ფროდო ბაგინსი, ამელი, ჰიტა, კვარა მავანი, ზამბახა, ფოფხა, აჩი ცენტერაძე. ENFJ, პროტაგონისტი, შთამაგონებელი ადამიანები, ლიდერული ნიჭით დაჯილდოებულები, ბარაკ ობამა, ოპრა, მორფეუსი, დენერის ტარგარიანი, G2G, ქორო, ტაფსონა, კოპალა. ENFP, კემპეინერი, ოპტიმისტი და ენთუზიაზმით სავსე თავისუფალი სულები. კვენტინ ტარანტინო, რობინ უილიამსი, სპაიდერმენი, ვილი ვონკა, ელოშა, ანდრო ხელაძე, ცოტნე გოჩოლეიშვილი, შონზიკა და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი და დიადი მე. სენტინელები, ანუ გუშაგები, სტაბილურობის და წესრიგის მოყვარული ხალხი, პასუხისმგებლიანი და საქმის პროფესიონალები. ISTJ, ლოგისტი, პრაქტიკული სანდო მოაზროვნე ხალხი, ჯორჯ და დენზელ ვაშინგტონები, ინსპექტორი ლესტრეიდი, ჰერმიონ გრეინჯერი. ISFJ, ფარველი, ძალიან თბილი ფარველი, საყვარელი ადამიანის დასაცავად მუდამ მზადყოფნაში. ელიზაბეთ მეორე, ბიონსე, დოქტორი ვოტსონი, კაპიტანი ამერიკა, იუთუბერები არ მოიძებნა, მაგრამ ნანუკა არის ფარველი, ანუ პროტექტორი, ანუ დეფენდერი. ESTJ, მართველი. ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მართონ როგორც ადამიანები, ასევე საქმეები. ჯონ როკფელერი, ფრენკ სინატრა, რობ სტარკი, იუთუბერები არ მოიძებნა. ESFJ, კონსული, განსაკუთრებულად მზრუნველი, მეგობრული და ყველასთვის საყვარელი ხალხი. ტეილორ სვიფტი, სტივ ჰარვი, მისის ჰადსონი, 딘 ვინჩესტერი. და გადავიდეთ მეოთხე ჯგუფზე, ყვითელ ჯგუფზე, მაძიებლები. ექსპერიმენტის და თავგადასავლების მოყვარული ხალხი, სუპერსპონტანურები და თავდაჯერებულები. ISTP, ვირტუოზი, გაბედული და ხელმარჯვე ადამიანები, რომლებიც დაგიშლიან და აგიწყობენ ყველაფერს. ბეარ გრილსი, მაიკლ ჯორდანი, ინდიანა ჯონსი, ჯეიმს ბონდი. ISFP, მოგზაური, სიახლის მოყვარული ხალხი, რომლებიც მუდამ მზად არიან ახალი გამოცდილებებისთვის. ფრიდა კალო, მაიკლ ჯექსონი, ჯესი პინკმენი, ლოსტის კეითი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სოსო around the world. ESTP, CEO, გონიერი ენერგიული ადამიანები, ექსტრიმის მოყვარულები და ერთფეროვნების მოძულენი.
ერნესტ ჰემინგვეი, ედი მერფი, ჯეიმი ლანისტერი, როკეტ რაკუნი და ბოლოს ESFP, გამფთობი, ინტერტეინერი, სპონტანური ენერგიული და ენთუზიაზმით აღსავსე ხალხი, ბუნებრივი ნიჭი პოზიტივის ფრქვევისა, ელტონ ჯონი, მერლინ მონრო, ჯეკ დოუსონი და დანდელიონი. ძალიან საინტერესოა, წარმოვიდგინეთ, რომ როგორი უცნაურია, რომ იუთუბერები არიან ან იასამნისფერის წარმომადგენლები, ან მწვანესი, ან არიან ლიდერები, საქმის სწავლის შრომის მოყვარეები, ანუ აი უფრო ლოგიკური და სტრატეგიული ტიპები, რომელსაც გეგმები, აი მაგალითად, კალა არის არქიტექტი, კალას თავში გეგმა ჰქონდა, რაღაცა 10 წლის წინ ოქტოპუსი რო გააკეთა, რომ რაღაცა დროის მერე ესე და ეს იქნება და დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არხი საქართველოში. და არიან ემპათები, მწვანე ადამიანები, რომლებსაც ემოციური ინტელექტი აქვთ, კომუნიკაციის ნიჭი აქვთ, რომ საუბრობენ, უსმენ, ბიზნესსაც კომუნიკაციით ვაკეთებთ, მწვანე ტიპები, მე ჩემ თავზე ვამბობ, რომ ყველაფერს ვაკეთებ კომუნიკაციით, ანუ ურთიერთობებით, კომუნიკაციით, სიახლოვით, გაგებით, ეგ არის ჩემი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, რასაც ყურადღებას ვაქცევ რა. ოღონდ ეს გადაწყვეტილად არ მაქვს, ანუ აი ეგრე გამომდის რა. და ძალიან უცნაურია, რომ აი მართლა ლოგიკურია რა. იუთუბერი თუ გინდა იყო, ან უნდა იყო ხასიათით ძიმე ტიპი, ან ძლიერი ხასიათის როჟა, რომელსაც უყვარს ჩელენჯები და გამოცანები და თავსატეხები და ასე შემდეგ. ან უნდა იყო ტიპი, რომელსაც შეუძლია ისეთ სიხშირეზე ისაუბროს, ისეთი კომუნიკაცია დაამყაროს მაყურებელთან, რომ უბრალოდ მაყურებელმა უყუროს რა. ყველანაირი გეგმების და იმის გარეშე. თუ დააკვირდებით ამ იუთუბერებს თუ დაყოფთ ორ ნაწილად, ზუსტად დაინახავთ მწვანე იუთუბერები როგორი როჟები არიან და იასამნისფერი იუთუბერები როგორი როჟები არიან რა. ორივე თავის საქმეში კარგები არიან. ოღონდ ეს ტესტი არ ნიშნავს ვინ როგორი ჭკვიანია და რაღაცა რა. ეს უბრალოდ არის ხასიათი როგორც იცით. ეხა აინშტაინიც და კალაც არქიტექტია, მაგის დედავატირე. კი, უბრალოდ აინშტაინს მეტად გენიოსი იყო ვიდრე კალა არის. სოსოს რო გავაკეთებენ, ეს ხო ყველა გავაკეთებენ და ბოლოს გააკეთა სოსომ. და ერთადერთი ყვითელი ტიპი უცებ ამოვაგდო და გამომიგზავნა ექსპლორერი. და მანდ მივხვდი რომ სოსოს გულწრფელად მოგზაურობაზე მეტად არაფერი არ უყვარს რა. აი კაკოს ჩემი გადმოსახედნა გიგის იუთუბერობა უფრო უყვართ ვიდრე მოგზაურობა. მოგზაურობაც უყვარს რა თქმა უნდა, მაგრამ აი იუთუბი თუ მოგზაურობა უბრალოდ რომელი დარჩესო, გააჯმევინებენ ორივე მოგზაურობას და იუთუბს დაიტოვებენ, ხოლო სოსო მგონია რომ არა, აი სოსოს მესისავითა რა. არა. მოგზაურობას ეგრე იტყვის ჩემი გადმოსახედიდან. იმედია მოგეწონათ ვიდეო. ეს ვიდეო ერთხელ გადავიღე, მე იცოდეთ რომ მეორეჯერ ვიღებ, უბრალოდ რომ გადავიღე, ბევრი რაღაცა, ცოტა რომ ნახე იმაში, გაუგებრად ვიძახდი რაღაცებს და უფრო დეტალურად ახსნა მომინდა და ამიტომ თავიდან გადავიღე ეს ვიდეო. ამიტომ დაიდო დღეს და არა გუშინ წინ მაგალითად. უღრმესი მადლობა, თუ მოგეწონათ ვიდეო, გამაგებინეთ, მაგრძნობინეთ მაგის დეტალად.